ლევანდელი წლის HR კონგრესის ფოკუსი ეს არის საერთაშორისო სერტიფიცირება HR პროფესიონალების და ISO სტანდარტები, რომელიც ხელს უწყობს HR სისტემების და ორგანიზაციული სისტემების და ორგანიზაციული მართვის სისტემების სრულად ახალ ეტაპზე გადაყვანას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს არის გამორჩეული აბსოლუტურად უპრეცედენტო ისტორიული ღონისძიება იმ მხრივ, რომ ის არის უკვე აღიარებული გლობალური მასსერტიფიცირებელი HR მასსერტიფიცირებელი ორგანიზაციის მიერ. ეს არის HRCI, რომელმაც მიანიჭა აღიარება ამ ღონისძიებას, რაც თავის მხრივ ამ ღონისძიებაში ჩართულ HR პროფესიონალებს, რომლებიც არიან საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელები, აქ საშუალება რომ სამი გლობალური კრედიტის მოპოვება შეძლონ დასწრებით და მონაწილეობით ამ ღონისძიების. ასევე გამორჩეულია, რომ ეს ღონისძიება არის მხარდაჭერილი და ჩვენ გვყავს საერთაშორისო კომპანია, როგორც გლობალური პარტნიორი და სპონსორი, ეს არის SAP, რომელიც ქმნის ძალიან საინტერესო ტექნოლოგიურ ინოვაციაზე და მომავალზე ორიენტირებულ workshops, რომელიც იქნება ბიზნეს ლიდერებისთვის და HR დირექტორებისათვის ამ კონგრესის პარალელურად ჩადგმული workshop-ია და ამ workshop-ის დროს კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესში დიგიტალიზაცია და ავტომატიზაცია რამდენად ხელს უწყობს ორგანიზაციებს და HR სისტემებს გადავიდნენ მოკლედ განვითარების ახალ საფეხურზე. საერთაშორისო სერტიფიკატი რას მოიაზრებს, როდესაც ეს არის დადასტურება და აღიარება, კი გლობალური რამოდენიმე მასსერტიფიცირებელი ინსტიტუტია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს და აქვს HR-ის სტანდარტები და ასევე HR-ის პროფესიული კომპეტენციები და HR პროფესიონალები გადიან სპეციალურ პროცესს, რომ მოიპოვონ აღიარება და სერტიფიცირება, რომ მათი კომპეტენციები არის შესაბამისი ამ საერთაშორისო სტანდარტებთან, პროფესიულ სტანდარტებთან და შესაბამისად პროფესიულ კომპეტენციებთან, რაც თავის მხრივ HR პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ღირებულება შექმნან ქართულ ლოკალურ კონტექსტში კომპანიებისთვის, არამედ გლობალური კარიერისთვისაც გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და შექმნან ეს გლობალური კარიერის და მობილობის პერსპექტივა. სერგო, რამდენად მასშტაბურია არის ეს ღონისძიება წელს, წლიდან წლამდე რამდენად იზრდება HR პროფესიონალთა რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ უკვე ის საერთაშორისო სტანდარტები თავის კომპანიაში დაანერგოს. ძალიან მოთხოვნადია და განსაკუთრებით ეს ორი ნიშური მიმართულება, ეს არის პროფესიული სერტიფიცირება, აღიარება საერთაშორისო და ეს არის ISO სტანდარტები, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა წელს, სწორედ აი ამიტომ ჩვენ ვმასპინძლობთ ორ საერთაშორისო სპიკერს, შეგვიძლია ვთქვათ გლობალურ სპიკერსაც. ეს არის CIPD 100 წელზე მეტი ისტორიის მქონე HR გაერთიანება ბრიტანული და პროფესიის განვითარების დირექტორი დეივიდ სიუზა სპეციალურად ჩვენთვის ამ ღონისძიებისთვის ჩამოვა და როგორ ვითარდება და როგორ იქნება HR-ის მომავალი პროფესია და მისი საერთაშორისო აღიარების პერსპექტივები და კომპეტენციები სწორედ ამაზე ისაუბრებს. და მეორე გლობალური სპიკერი ზაჰიდ მუბარაკი გვეყოლება, რომელიც ISO სტანდარტების, HR-ის და ორგანიზაციული განვითარების სტანდარტების თანაავტორია და კომიტეტის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი წევრი და კიდევ ერთხელ ბიზნეს ლიდერებს და HR დირექტორებს დაანახებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტებთან შესაბამისობით, როგორ შეიძლება ბიზნესი კიდევ უფრო მდგრადი გახდეს, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდეს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, ასე ვთქვათ, ბიზნესის განვითარების ბრწყინვალე პერსპექტივას და სწორედ აი ამის გარშემო გაიშლება ასევე პანელები, სადაც იქნებიან ჩართული HR პროფესიონალები და ISO მასსერტიფიცირებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის უპრეცედენტო ამ მასშტაბის ღონისძიება, 500-მდე დელეგატს უმასპინძლებთ და ეს იქნება მოკლედ აი საერთაშორისო სპიკერებით ასე ვთქვათ, გამდიდრებული ღონისძიება, რომელიც მხოლოდ ლოკალურ გამოცდილებაზე არ საუბრობს. ეს არის უკვე გლობალური გამოცდილების შემოტანა საქართველოს კონტექსტში და ძალიან ვამაყობთ ამ ღონისძიებით. საინტერესოა საქართველოში როგორ ვითარდება HR პროფესია. თქვენ აკვირდებით მრავალი წელია და ამ სფეროში ხართ მრავალი წელია. იყო დრო, როდესაც არც არსებობდა ხომ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, კურსები ამ მიმართულებით და ამ სფეროში ძირითადად საქმდებოდნენ ფილოლოგები, შესაძლოა ფსიქოლოგებიც. რა სიტუაციაა დღეს? ვინ არიან საქართველოში HR პროფესიონალები? სრულიად ახალი კონტექსტია, მინდა გითხრათ, ალბათ აღარაფერი დარჩენილი წარსულისაგან. ესენი არიან უკვე HR პროფესიონალები, რომლებსაც ესმით, როგორც ადამიანის ხმა, ასევე ორგანიზაცია თავის, ასე ვთქვათ, შიდა ორგანიზაციული სისტემებით და ესმის
როგორ შეიძლება მიიღოს ადამიანებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და დაეხმაროს ბიზნეს ლიდერებს, აქციონერებს, ორგანიზაციის მფლობელებს, ორგანიზაციის ზრდას და მდგრადობაში. ეს არის ის პროფილი, რომელიც უკვე საერთაშორისო კომპეტენციებთან და სტანდარტებთან სრულად შესაბამისია. აქეთკენ მიდის საქართველოს HR რეალობაც. HR პროფესიონალთა ასოციაციამ HRPA Georgium სულ ახლახანს დაამთავრა უკვე ბოლო ასე ვთქვათ აკორდი იყო შეთანხმდა წამყვან კომპანიების HR ხელმძღვანელებთან, CEO-ებთან HR-ის ეგრეთ წოდებული პროფესიული ჩარტო framework-ი, რომელიც სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო HR-ის სტანდარტებთან, ზუსტად საზეიმო ვითარებაში ვახშამზე აღნიშნეთ მიღება აი ამ ჩარტო სტანდარტის, რომელსაც ასოციაცია გამოაქვეყნებს და ეს ჩარტო სტანდარტები უკვე დაედება საფუძვლად საუნივერსიტეტო პროგრამებს HR-ის და ბიზნეს მიმართულების პროგრამებში, სადაც HR-ია ჩადგმული პროფესიულ და პროგრამულ მიმართულებად და სხვა, ასე ვთქვათ, ფორმალურ თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სრულად ახალ რეალობას დააფუძნებს უკვე თავის საგანმანათლებლო პროგრამებს. თავის მხრივ ეს საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ინსტიტუტები HRCI, რომელიც ძალიან აქტიურად შემოვიდა უკვე საქართველოში და ჩვენი პარტნიორი ასოციაციის და ასევე აი ამ კონგრესის განმავლობაში გამორჩეული შესაძლებლობაა, რომ ის მენტორები ან ის პროგრამების პროვაიდერები, რომლებსაც უნდათ რომ თავიანთი პროგრამები იყოს აი საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებთან სრულ შესაბამისობაში და ან იყვნენ აი ამ გლობალური მასერტიფიცირებელი ინსტიტუტების პროფესიული წარმომადგენლები და პარტნიორები საქართველოში, სწორედ აი ამ ღონისძიების ფარგლებში შეიქმნება ამ პარტნიორობის შესაძლებლობები. ასე რომ ასოციაცია დგას და მიყავს პროფესიის განვითარება გლობალური საერთაშორისო HR სტანდარტების, პროფესიული სტანდარტების მიმართულებით და ამ ბაზისს უკვე ვქმნით აი ჩვენი გამოქვეყნებული framework-ით, რომელსაც თანაც უკვე გავაგრძელებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აკადემიებთან მუშაობას და სწორედ ჩვენი გლობალური საერთაშორისო პარტნიორების, მასერტიფიცირებელი ინსტიტუტების და იმ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ეს პროფესია სრულიად ახალ საფეხურზე გადაგვყავს განვითარების. რაც თავის მხრივ ადგილობრივ საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პროფესიონალს აძლევს საშუალებას, რომ უკვე სათამაშო მოედანი მხოლოდ საქართველოს ბიზნეს გარემო ან სხვა, ასე ვთქვათ, სფეროები არ იყოს დასაქმებისთვის, არამედ გლობალური მობილობისთვის მოემზადოს, მათ შორის იცხოვროს საქართველოში და მიეწოდოს თავის პროფესიული სერვისები გლობალურ სამყაროში სხვადასხვა აქტორებს, კომპანიებს.